მინდა შეგახსენოთ ორივე სიტყვით რას ემსახურება აღნიშნული. რკინიგზა როგორც ნებისმიერი ორგანიზმი ვითარდება, შესაბამისად აუცილებელია მისი გარემოსთან ადაპტაცია. ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშაობდით კომპანია სინერგი ჯგუფთან ერთად და ჩამოვყალიბეთ კომპანიის განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტები, მომდევნო 5 წლის სტრატეგიული ამოცანები. ეს ამოცანებია ის, რაც ჩვენ ვთვლით, რომ კომპანიას განვითარების მომდევნო ეტაპზე გადაიყვანს. აღნიშნული ცვლილება არანაირ გავლენას არ იქონიებს და არ გულისხმობს ცვლილებებს სტრუქტურის ქვედა რგოლში, ისეთებში როგორც არის დეპოები, სადგურები, ვაღზლები. ხოლო რაც შეეხება ზედა რგოლს, ფაქტიურად ეს გულისხმობს თანამშრომლის მიზნების და ამოცანების დაკორექტირებას, რათა ყოველდღიურ საქმიანობაში თითოეულმა ჩვენთაგანმა მიაღწიოს კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს. დაახლოებით 1 თვეა, რა ჩვენ კონცეპტუალურად შევჯერდით იმ ძირითად გადაწყვეტილებებზე, რომელზეც სავარაუდოდ შემდეგი წლების განმავლობაში რკინიგზის ორგანიზაციული სტრუქტურა იქნება აგებული. ანუ ძირითადი გადაწყვეტა, როგორ იქნება განაწილებული პასუხისმგებლობები, როლები, ძალაუფლება, როგორც ცენტრალურ აპარატში, ისე თითოეულ მის ფილიალში ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო მიმართულებით, ყველა ფილიალში და ცენტრალურ აპარატში მოწყობის ძირითადი კონცეფცია ფაქტიურად შეთანხმებულია. სტრუქტურას უნდა ეპასუხა იმ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ყველა იმ მოთხოვნებთან, რომელიც ამ მიმართულებით არის დასმული. ის ეტაპი, რა ეტაპზეც მისულები ვართ გადაწყვეტილების თვალსაზრისით, როგორც უკვე მოგახსენეთ, არის შუალედური კონცეპტუალური გადაწყვეტილებები და უკვე ახლა დანარჩენ თანამშრომლებთან, შუარგოლთან, ქვედა რგოლის ხელმძღვანელებთან ძალიან აქტიური, ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბევრი ცვლილების შევა, გავითვალისწინებთ ყველა ჩართულ მხარის, ესე ვთქვათ, მოსაზრებებს და ინტერესებს და შევძლებთ მივიღოთ ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც შემდეგი მინიმუმ 3-4-5 შესაძლებელი 10 წლის განმავლობაშიც შეძლებს იმ პრიორიტეტებს უპასუხოს, რაც ბატონმა ირაკლიმ ბრძანა. ჩვენ ვარაუდობთ, რომ აპრილის მეორე ნახევრიდან, აპრილის ბოლოს უკვე სავარაუდოდ ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა დაიწყებს უკვე ამოქმედებას და წლის ბოლომდე მისი უდიდესი ნაწილი ფაქტიურად უკვე ამოქმედებული იქნება.